გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის იმოძრავის პოდკასტი და დღეს გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ყოფილი საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშე, ასევე მეღვინე, აქტიური შვიდკაცას მოთამაშე სოსო მათიაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. წინა პოდკასტში დასალევ პოდკასტში ვიყავი. მისაყოლებელი პოდკასტი ერქვა, ეხა იმოძრავე. ალკოჰოლი სპორტი რა. მაგარი ტანდემი არის. ხო და ეგეც მე პირადად ეგეც მაინტერესებდა რა, ანუ ეხა არ ვიცი შენ რა სიხშირით ალკოჰოლს მიირთმევ, მაგრამ ბიჭო, იცი რა ამბავი არის სპორტსმენებს ჭირდებათ რა მოსადუნებლად ალკოჰოლი. მე ეგრევ ვფიქრობ, იმიტომ რომ ეხა ეს რაც ნათამაშები მაქვს ნაკრებში რამე ტრამვები თუ მიიღია, ყოველთვის აი ფიზიკურ სტრესზე მეტად ყოველთვის მენტალური სტრესი უფრო დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე ყოველ შემთხვევაში, ხა სხვებზე არ ვიცი, მაგრამ ჩემზე ეგრე იყო და აი ეს პატარა განტვირთვები ასწორებს თან ხა მეღვინეობაში რო ხარ, მე ხა მეღვინე რო თქვი, ცოტა გამეცინა, ჯერ არ ვარ მეღვინე, იმედია გავხდები რაღაც მომენტში, მამა ჩემს ვეხმარები. მაგრამ აი რო გაქვს ეს ნატურალური ღვინო და კაი ჭაჭა რო გაქვს სახლში რო კიდევს სხვა გზა არ გაქვს. სულ უნდა გასინჯო, რომ კაი იყოს, მე ცუდი რო არ ვიაწოდოს და ამიტომ მიწევს დალევა რა. და მე ვასება მაგრად ეხა. ანუ ის შეიძლება მეღვინე იყო, მაგრამ ღვინო არ გიყვარდეს? ძალიან რთული არ ამგონია, არ ვიცი, შეუძლებელი არის. შე როგორც ისახი მგონი სხვა სიყვარული არის ეგ რა. ანუ შეიძლება არ ჩაისხა როგორც ჩვენთან არის, მაგრამ ისე გიყვარდეს რა, გემონიბა და მთელი. ფიზმო ანუ წვრთნელი რო იყო და ვარჯიში რო არ გიყვარდეს რა. იგივე პონტია, ხო არიან ვიღაცები, ვისაც უკვე შეზიზღებული აქვს ვარჯიში და ცოტა ხანი ისვენებს. მაგრამ ის სულ არ გიყვარდეს, ეგეთი რაღაც არ არსებობს. რაღაც დროს გიყვარდა მაინც. ხო, მეც ზოგჯერ ძალიან რთული პერიოდი რომ იყო ფიზიკურიც და ისეც მენტალურიც მეზიზღებოდა ვთქვათ რაგბი, მაგრამ რეალურად მიყვარს და იმიტომ ვაკეთებ რა. საიდან დაიწყე რაგბი მოგვიყევი? რაგბი დავიწყე დიდი ვიყავი უკვე რა 20 წლის გავხდი, მაგრამ აქამდე მქონდა ერთი თვე ნათამაშები. 15 წლის რო ვიყავი ჯიქებში, ოღონდ შემიყვანა ესე მამაჩემმა და მე წავედი ამერიკაში და ერთი წელი იქ ვიცხოვრე და კალათბურთი შემიყვარდა უფრო რა. და რაგბზე აღარც მიფიქრია, ამიტომ ეგ არც ითვლება რომ მაშინ დავიწყე 20 წლის რო ვიყავი სამოყვარულო გუნდში რა. ხალიბებში და მე მაქედან შევყევი ამ ხალიბებიდან მე მივედი აკადემია არის გუნდი, სამხატვრო აკადემიის გუნდი იყო. ეხლა ბავშვთა რაგბი აქვს და დიდების რაგბი აღარ აქვს. აღარ აქვს რა, აღარ არიან უმაღლეს ჩემპიონატში. ხო და მე მაგ აკადემიაში ვითამაშე, რამოდენიმე თამაში დამიძახის მე შვიდკაცაში, ეხლა სადაც ვარ. და მე მოყვა ეროვნული ნაკრები. ეს ბუნებრივად გამოგივიდა, ანუ რა თქმა უნდა, ბევრი ეხა იშრომე. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ანუ ვაფშე ბავშვობიდან ამე სხვა სპორტი დაიწყე, აი კალათბურთამდეც ანუ კაროჩე მაგარი აქტიური ბავშვი ვიყავი სულ რა. კალათბურთიც კარგად გამომდიოდა, ფეხბურთიც, თხილამურებზე ვსრიალებდი, მაგრამ ყველაფრის ჩემი აზრით ყველაფრის საწყისი არის ქართული ცეკვა რა. ქართულ ცეკვაზე დავდიოდი 10 წელი და მაგარი ანუ ფიზიკურად ძალიან მაგრა ანვითარებს ბავშვს და ვაფშე ადამიანს რა. კოორდინაცია ყველაფერი. კოორდინაცია, ძალა, ფეთქებადობა, ყველაფერი გჭირდება. ეხლა რომ ახსენდება ეს ცეკვის რეპეტიცია ქვია, ალბათ არ ხო, ცეკვის ვარჯიში რომ ახსენდება, ანუ ისეთი რთული ფიზიკური რაღაცები არის თავიდან რა, გახურებისთანავე, რომ ჯერ მარტო ერთი მოძრაობა არის ესე ხტუნვით მიდიხარ წინ სულ რა, ეს გახურების და ერთი 20 ჯერ იმეორებს სხვადასხვანაირ ახტომას და ეგ ხა ამ ფეხების კოორდინაციას და ყველაფერს მაგრამ ფეთქებადობა, პაходმერი პლასტიკა, ანუ ყველაფერთვის ძალიან მაგარია. მე ვინც არ მყოლია დარბაზში და აი ბავშვობაში ცეკვავ და ანუ გაცილებით უფრო ადვილად აკეთებენ ყველაფერს. აი ვანახებ და ეგრევე იმეორებს. ვიდრე ვიღაცა აი შეიძლება ეძახიან ხო სპორტსმენი რაღაც დარბაზში რო დადიან და ვითომ სპორტსმენი არის ხო ხტები. ანუ აქტიური მოქნილი ტიპებიც არიან უფრო ხა აი
მე ვინც მახსენდება მაგარი მოთამაშე ვინც არის რა ქართული ეხლა ყველაზე ძალიან ნინიაშვილი მახსენდება ანუ ორი ისაა რა რომ რაგბში კარგად განვითარდე რა ჩემი აზრით ერთი ჭიდაობაზე ვინც დადიოდა ან ძიუდოზე ან ნებისმიერ მაგ სტილის იმაზე კარგები არიან დაცვაში იმიტომ რომ ეს ბოჭვის ტექნიკა და კონტაქტის არეში მაგრები არიან რა და ცეკვაზე ვინც დადის მოძრავები არიან მაგარი ან თხილამურებზე სრიალიც არის თხილამურებზე ვინც კარგად სრიალებს იმათაც უადვილდებათ ხოლმე რა ამ რაგბის თამაში იმიტომ რომ კოორდინაცია მოძრაობა ოღონდ სხვადასხვა პოზიციებზე და სხვადასხვა მუღა ნინიაშვილი ცეკვავდა მე როგორც აი ჭიდაობით რომ უეჭველი ჭიდაობდა ვიცი თავიდან ნინიაშვილი იყო მესამე ხაზელი რა იმიტომ რომ მაგარი ბოჭავი იყო და ეხაც თამაშიც ეთყობა რა ხო გამხდარია და ის მაგრამ ისეთი ვირი არის რომ არა მაგარი მე მგონი ცეკვავდა კიდევაც რა შეიძლება არასწორად მაქვს მაგრამ ისედაც კარგად რო ცეკვავს ვიცი რა 10 წელიდან დიდი დრო არის რა ანუ ბოლომდე აზა იმენა იმენა სერიოზული ხო ეგა რა მთავარი მე თან მახსოვს ერთი სკოლა გვაქვს დამთავრებული და მახსოვს მე ანუ ძალიან მაგა სალტოებს აკეთებდა როგორ სალტოებს აკეთებდა ანუ ხო ვინ იცის სკოლაში სალტოს რო აკეთებდა ევასებოდა ხო მაგრამ ანუ კალადურსაც უთამაშობდი სკოლასაც კაი ის ჰქონდა რა კარგი დამეხმარა ეგეც იმიტომ რომ სულ სკოლაში სულ ეგეთი მოძრაობები სულ ის ჰქონდა რა ხან ფრენბურთს თამაშობდით ხან ხელბურთს ხან კალადბურთს ხან ფეხბურთს და აქტიური ბავშვი ვიყავი ალბათ ყველა გამოგდიოდა ხო მე რაც მოსულს საჭირო არის რა ბავშვობიდანვე რაღაცა ეხლა просто ცეკვა ყველაფერს მოიცავს მართლა მაგრამ ფიზიკურად აქტიური რო იყო რა რომ მე ეგეთი ათლეტები ყავდეს რა შანსი არა ცეკვა რო არ გამოგადგეს რამე სპორტში ეხლა ჭადრაკში არ გამოგადგება ხო მაგრამ აი რა სპორტში არ უნდა გამოგადგეს ვერ ხდები იმიტომ რომ მოძრაო ანუ მაგარი ათლეტური ტიპი იჩითები რა კიდე არ თან მე იმაში არის ხოლმე რა სურო წერია რაღაცა განხილვა რო არის кейსის ან მოცეკვავიან რა ფეხბურთელი წერია ხოლმე ხშირად ფეხბურთის კარგი არის რომ მოცეკვავი ერთ-ერთი კაი ის არის ხოლმე ბავშვისთვის რა ოფშენი რა ცურვა კაი მაგრამ თხილამურებიც კაი არის რა იმიტომ რომ ვინც მინახავს რომ კარგად სრიალებს აი ხაზის მოთამაშეების ამბავში უფრო აი მოძრავი ტიპები არიან ფინტებს აკეთებენ კარგად სხარტები არიან ну იმიტომ რომ თხილამურები ძალიან აძლიერებს ფეხებს ძალიან მაგრამ თან რაღაცა ტრამვა არ ქონია სრიალისგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სრიალისგან მოვიტეხე ლავიცი დაიცი ხო დავეცი просто ყინულზე რა ეგ ოღონდ ძალიან უწყინარ სიტუაციაში მაგრამ ნუ სახიფა თუ არის თხილამურებზე მუხლები რა თუ დაგიტრიალდა მაგრამ აი არ მომსვლია არასდროს ეხა რაც პროფესიონალურად დავიწყე თამაში რო გითხრა რომ ძალიან აქტიურად სრიალებდი ეგრე აქტიურად აღარ სრიალებდი მაგრამ მაინც რა რამდენჯერაც წავედი სასრიალოდ არაფერი აღარ მოსვლია ნუ თხილობ ალბათ ეგეც არის ო მე რაღაცა თხილი ტიპი ისები რო ხვდები რომ შენი საქმე ის არის და შეიძლება ამან დაგაზიანოს არა თან იდეაში არც გაკუფლება რა არ კონტრაქტშიც მე მგონი წერია რომ ჩვენთან იყო უბანში თამაშიც მეგზალებოდა ხოლმე ფეხბურთის რა ანუ ის არ უნდა მეთამაშე ანუ სრიალით უბრალოდ დასასვენებლად მიდიოდი ხოლმე სეზონურად და სრიალებდი თუ ხო просто ხო მივდიოდი ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის სეზონზე რა დასვენება რო იყო და სრიალებდი просто სანამ ნაკრებში მოხვდებოდი სალტოებს და იმებს ვაკეთებდი ან თხილამურებზე და რისკავდი და მე მშვიდად ესე წყნარად ბებრულად მეც ეგრევე არ ხა უკვე დაუში ძალიან ბევრი ხალხი არის და შენ სალტოებს აკეთებდი მე ნახევარ სალტოებს ეს სპორტული ალბათ სპორტული ისე არა ძალიან ის ხო ტრასაზე მაგ გაუყვალოვი როცა შეიძლება შენც ეგრე არის მაგარი ისეთი სპორტული რა რაღაც ბევრი სკილი გაქვს შენც არა მეცინი მოგონია რომ მეხადავ ამერიკული ფეხბურთის ხო მაგრამ მე просто ვთქვი რომ ძალიან ანუ იმიტომ შეიძლება ცოტა რაღაც მეხერხება რაღაც სპორტები იმიტომ რომ ბავშვობიდან 4 წლიდან სრიალებდი ლათინო ამერიკული ცეკვავს ჩაჩაჩა მე მაგრამ მევასება ლათინო ამერიკული ცეკვა ეგეც სულია რასო მე მინდა ცეკვა მაგრამ მართლა ოღონდ მართლა ეხლა რო ისწავლო ეხლა რო ისწავლო მოხუცების ხო გაკეთე თან მაგარი ანუ მაგარი ვარჯიში არის მე მგონი ასე მე მაგრა სწორებს კი კლუბები რო არის იმებს რო ცეკვავენ რა ქვია ბევრები რო იკრიბებიან და ხო და რატო არის იმიტომ რომ ასწორებს და უცებ კლუბში რო გაიჩნდები და მაგრა რო ცეკვა მაგრა ასწორებს ჩაჩაჩას ხო
რაგბში რა ტრავმები როგორც ვიცი, ანუ რაგბში ბევრი ტრავმები ხო, თან ბოლო პერიოდში რა 1-3 წლის წინ დავამთავრე ეგ ტრავმების ამბები, მაგრამ დავამთავრე იმის მერე რაც 15 კაცანაკრებში აღარ ვარ რა და ხა მე რასაც ვფიქრობ, ეგ ტრავმები იქიდან გამომდინარე დაიწყო, რომ ცოტა გვიან დავიწყე რა რაგბის თამაში. 20 წლისამ რომ დავიწყე, თავიდან კარგად წავიდა, მაგრამ მე ამ მაღალ დონეზე რო ავედი international level-ზე რო ავედი, მანდ უკვე ისეთი ზეწოლა მიდის ორგანიზმზე, რომ ბოლოს უკვე ხო, ან თუ უძლებ ხო ასწორებს და ტრავმას არიღებ, მაგრამ ჩემთვის ეთყობა არ იყო რა ეგ რა. ჩემი ორგანიზმი მაგისთვის მზად არ იყო, მიჩვეული არ იყო და ამ მაღალ დონეზე ბევრი ტრავმების მიღება დავიწყე. თანაც პიკში მიიღო ერთი ხო, რა ძირითადად მაგ პერიოდში ყველაზე კაი პერიოდი რაც უნდა ყოფილიყო, მაგ პერიოდში სულ ტრავმა მქონდა. მივიღებდი ტრავმას, დავბრუნდებოდი. მე ვერ ვითამაშებდი ისე კარგად, იმიტომ რომ ამ კარგ თამაშს პრაქტიკა უნდა რა, ესე ბრახდა ტრავმიდან მაგარ ხოძე დავბრუნდი და მაგრა ვითამაშებ, ეგრე არ გამოდის. ეხლა ვიღაცებს შეიძლება აქვთ ეგ ტალანტი, მაგრამ ძალიან იშვიათი არის, რომ პირველივე თამაში რომ დაბრუნდები, იფრინო. რაღაც პრაქტიკა უნდა და უნდა კარგად იგრძნო თავი მოედანზე რა, ხო. რამე შეცვლიდი, ანუ აი არ ვიჩქარებდი არასდროს. ხო. აი რასაც ურჩევ, ეხლა ყოველთვის ვინმეს რო ხედავ, ვინც პატარას რა, ვინცაც ტრავმა აქვს და ერთი სული აქვს, რომ დაბრუნდეს მოედანზე, სულ ეგზნობა მაქვს მეც რა, ეხლაც. რაღაც ტრავმას რომ მივიღებ, ერთი სული მაქვს, რომ მოედანზე დავბრუნდე. ეგ უნდა აი გადალახო რა რაღაცნაირად. ხო და იყო ეგ მომენტები კი, კაცო, რამდენიც გინდა რომ ჩქარობ, რომ აი ხა ის ნაკრების თამაში მინდა რომ მოვასწრო და რო აწურინებ და ნუ იდეაში მწვრთნელიც გაწურინებს, იმიტომ რომ ჭირდები რა. ეგ არის, შენზე ხო უნდა იყოს ეგ რაღაც ფიზიო უნდა გეუბნებოდეს, რომ ჯერ არ ახო ხვდები და ეგ. ხო, მაგრამ მე ნახე ის გიტარებს ტესტებს და შენგენდობა სიტყვაზე. და რაღაც ტესტებს რო გიტარებს აწურინებ შენ, შეიძლება ხო, შეიძლება რაღაცას ჩერესტკივილი, პატარა ტკივილს გეუბნები, რასაც დისკომფორტს ტკივილიც არა. და იძახი რომ ხოძე ვარ, შენ თავსაც აჯერებ რომ ხოძე ხარ და რეალურად არ ხარ იმ კონდიციაში რომ საერთაშორისო დონის თამაში ითამაშო რა. ხო. და მაგ გაწურვაში მე პატარა რაღაცა მოგდის, მე კიდე პატარა რაღაცა მოგდის. მე შენ თავთანაც ვარჯიშზე რო გეუბნებიან რომ აი ამდენით დაიხარჯე, ახალგაზრდა რო ხარ რა, ანუ პატარა რო ხარ და თან რო გინდა რომ ითამაშო, ვერ იკავებ თავს. მე სულ ეგ პრობლემა მქონდა რა. რომ მეუბნებოდნენ 50%, 55%-ს ვაკეთებდი ან 60%-ს და ნუ კაი 60 და 100 თუ არა, ზოგი ხო არის მაგალითად. ხო, არა, ეგეც არის. რო ეუნები სპორტსმენს, რომ აი დღეს გვაქვს სუბუქი ვარჯიში. ბოლოში მაინც გეუბნება, რომ აი ერთი ხوار ვიკაჩავს კიდე. მაინც გეუბნება, მაგრამ ბიცეპსი, ტრიცეპსი. მაინც ხوار გავაკეთეთ, მეთქი არა. რაისვენი დღეს 50%-იანი სუბუქი დატვირთვა, მაგრამ მესმის რომ თან ძნელი არის ძალიან, რა რომ თავი შეკავებ, მაგრა გზნობ თავს და მინდა რა. თან გენატრება ის რაღაც რო აკეთები, ხა იმ რაგბის შემთხვევაში ეგრე არის, რომ სუ ტრავმა რო გაქვს, მე კიდე უფრო და და იცი რა მე ფიზმომზადება, ანუ შენ ახლა რაღაც ისეთ დოზს დაიწყე, რომ მე მგონია რომ ფიზმომზადება მაინც ახლა ისეთ ელიტარულ, ანუ ხო ხდები ახლა არისო და გამოიარე მე რაღაც. მე სადაც დავიწყე, იქ მით უმეტეს ანუ იქ არისო რა, ეგ მაღალი დონე, მაგრამ საბედნიეროდ რახან სპორტული ვიყავი, ამ შიდა ჩემპიონატის დონის ფიზმომზადება უნდა გამძლეობის ამბავში ვიძახი, ყოველთვის მქონდა რა ეს სირბილის ამბავში. ფიზიკურად დიდი არ ვიყავი, პატარა ვიყავი, მაშინ მით უმეტეს 74-15 კილო ვიყავი და მიჭირდა ეს კონტაქტური, მაგრამ როგორც კი ნაკრებში მოხვდი, როგორც კი აქტიურად დავიწყე ვარჯიში შტანგაზე, ეგეც ამოუკაჩე და ეხლა ნაკრებში იქ უკვე კარგი მზადება მიდის რა. პროსტა მანდაც ადამიანის ორგანიზმს გააჩნია რა, ერთი რასაც ვისურვებდი რომ უკეთესად ყოფილიყო, რაც მე გამოვიარე რომ აი უფრო ინდივიდუალურად მოთამაშიდან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობენ მაგას, ხო? მაგის ცდილობა არის, მაგრამ ვისურვებდი, მაგრამ იდეაში მე თვითონ უნდა მომესმინა ჩემი ორგანიზმისთვის უკეთესად ალბათ რა. მაგრამ მე მწვრთნელის გინდა მესმის ეგ რა, რომ ეხა გუნდს რო ავარჯიშებ. ხშირი არის ხოლმე რაღაცა პროგრამა რო არის, გუნდის პროგრამა, თქვაც ისე ოლიმპიურ ლიფტებზე რომ მივიდეთ რა.
შეიძლება რომ ვიღაცა რაც პრობლემა აქვს და შენ თუ არ მიაქცე ყურადღება შეიძლება ის სუპატარა პრობლემა ან გვიან ატრიალებს მაჯასთან რაღაც და აი ხვდები თამაში ხელი შეუშავს რა არის გამოსავალი ვერ ხვდები უბრალოდ რა ეხლა ჩვენ გქონდა იცი რა მონიტორინგი გქონდა რა ეს ჯვარედინის ტრავმა როცა მივიღე მაგ ამბავს ვიძახი რა ეს იყო 2020 ან 21 არ მახსოვს 20 თუ 21 წინა ჯვარედინი ხო ACL მარტო ჯვარედინი ქონდა? ჯვარედინი და მენისკი. მეგონი მენისკი სულ არის ჯვარედინი. შავი ლომი შეიკრიბა პირველად რა ეს შავი ლომი არის ანუ გუნდი, სანაკრებო გუნდი, ანუ ვინც საქართველოში თამაშობს, ნაკრების წევრი ვინც საქართველოში თამაშობს, ეგ მოთამაშეები და პლუს კიდე ვიღაც პოტენციურად კარგი ახალგაზრდები ეგენი გაერთიანდნენ ერთ გუნდში, რომელსაც ქვია შავი ლომი და ეს შავი ლომი თამაშობს სხვადასხვა ქვეყნის გუნდებთან რა. ანუ უფრო მაღალი დონის უფრო მაღალი დონის თამაშები უწევს ამ ხალხს, ვინც ნაკრებშია და ვინც უცხოეთში ვერ მიდის ვთქვათ. და მაგის პირველი წელი იყო მაგარი სამთვიანი, ის იყო რა ქვია, მოსამზადებელი რა, მაგარი დატვე, აი ძალიან რთული რა ფიზიკურად, იმიტომ რომ დღეში 2 ვარჯიში იყო თავის კვებით, თავის დასვენებით, თავის ყველაფრით. Просто ერთი პრობლემა ის იყო, რომ მე მაგ დროს შემეძინა შვილი და რაღაც ჯანმრთელობის პატარა პრობლემა ჰქონდა და თან ბუნებრივად ვერ იკვებებოდა და ხელოვნურ საჭმელს ვაჭმევდით რა. და არუჩე ვინც იცის ახლა ვისაც ყოლიაშვილი ვინც ხელოვნურზე არის, პლუს ამას ემატებოდა რამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ყოველ 3 საათში ერთხელ უწევდა ამას ჭამა. ანუ არ უნდა გაგემაზა რა, იმიტომ რომ რაღაც შაქრის პრობლემა ჰქონდა და დღის განმავლობაში ხა ჩემი ცოლი ულიდა და თავის თავსაც და ბავშვსაც დააჭმევდა და ღამე პროსტა რომ დამესვენებინა მე მიწევდა ღამე ორჯერ ადგომა და ისა დახმარება რა. ოღონდ რო ვიზი თქვათ ბოლოს ჭამდა 11 საათზე, მერე 2-ზე, მერე 5-ზე და მერე უკვე უწევდა 8-ზე და მაგას ჩემი ცოლი აჭმევდა და მე ისა 11-ზე, 2-ზე და 5-ზე მე ვაჭმევდი რა ბავშვს. მერე ვიღვიძებდი 7:30-ზე თუ 6 საათზე არ მახსოვს და მივდიოდი ვარჯიშში. და ღამე მეძინა ან 4 საათი, ან 3 საათი და აი როგორი დატვირთული ვარჯიში იცი, დილით ისა რა ქვია, მივდიოდით, მონიტორინგს გავივლიდით, ვეტყოდით რამდენი ხანი რა, როგორ და მერე მიდიოდა ეს რომ ესე იგი ჭამა, კრება ისა ხაზი შედიოდა შტანგაზე, გარეთ კომბატებს აკეთებდა შერკინება, მერე შერკინება შემოდიოდა, ჩვენ გავდიოდით კომბატებს ვაკეთებდით და ხაზის უნარებს, მერე გამოვდიოდით მოედნიდან და შევდიოდით იმის დარბაზში, ჭიდაობის დარბაზში და იქ ისა ტექნიკური ბოჭვა რაღაცა ეგეც და კარდიოსავით დატვირთვა, მერე ვისვენებდით, ჭამდით, ვისვენებდით და მერე გუნდური ვარჯიში რა, ისეთი 1 საათნახევრიანი. და მერე სახლში მივდიოდით, ანუ ძალიან დამღლელი რა. და ამ პერიოდში წარმოიდგინე არ მეძინა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა და ეს სამთვიანი ზბორი, კაროჩე გადავაგორე რა, მე ვთქვი არ უნდა გავმაზო არც ერთი ვარჯიში, გადავაგორე, დაჟე ორივე მხარი მткиოდა და სულ ვისტრაპავდი ორივე მხარს და ისე ვარჯიშობდი, გავაწურინე. და პირველი თამაში არის შავი ლომის პირველი თამაში არის სასტავში ვარ 15-ზე, თან ნაკრებში გამიცდა თამაშები ამ ტრავმების გამო და მაგარი მონდომებული რომ მე კარგად უნდა ვითამაშო რაღაცა ისა. აი მე-5 არ მე-10 წუთზე როგორ უწყინარ სიტუაციაში ფეხი შეაცურეს, ესე იმასთან ლელოს ხასთან მიუძდევდი ამ ბურთს უკან მომსდევდა ის ტიპი და ესე ბურთი დაეცა. ეს უცნაური ფორმის ბურთია და იმის მაგივრად აი როგორც უნდა გაეგზელებინა ახტომა რაღაც უცებ ახტა ზემოთ რა რესკად. და რო ახტა პატარათი შევიცვალე ესე რომ მივდიოდი პატარათი შევიცვალე მოძრაობა და ახტომა დავაპირე და აი ახტომა რომ დავაპირე გაწყდა. ვაფშე აი უწყინარ სიტუაციაში. ბიჭო აი მაგას არაფერი არ გასულა. აი მენა არაფერი არ გასულა. ესე ესე შევხედე ბურთს და ავხტი და პროსტა. დგაც. ბიჭო ანუ ეგ ჯვარედინი მენისკი. გადატვირთული ძალიან სულ დღეში. ეხლა რომ რაღაცას რომ მოусმენ რა, ანუ ხო არის რაღაცა ფაქტორები რო არის ხოლმე რომ რაღაცა ვარჯიში მომზადება. აი ყველაფრის ბოლოში, აი საერთოდ ყველაფრის ბოლოში არის ძილი. ანუ ძილი თუ არ არის, ანუ პირველი პრევენციაზე არის ძილი რა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ახერხებს ტვინი სწორი მოტორი უნიტების რეკრუტმენტს რა, ვერ აკეთებს, სწორი კუნთებს ვერ იყენებს ფიზიკურად და აგვიანებს. აგვიანებს და მიიღო დატვირთვა და თან მაგ მომენტში
უკვე თამაშის მომენტი რახან იყო, მენტალური სტრესიც იყო უკვე რა, დაძაბულობა, წნეხი და ეგ დაემატა, თორე სამი თვე ეგეთი დაღლილი ვიყავი და მაგ სტრესში მქონდა რეალურად ფეხებიც, მაგრამ არაფერი არ მემართებოდა, იმიტომ რომ აი ეგეთ high intensity-სთან ერთად არ იყო ეს ისა მენტალური წნეხი. და ეგ ორივე როგორც კი გაერთიან და ეგრევე პირველივე თამაშზე რა. მე 9 თვე ეგ 9 თვის ბოლოს უკვე რომ უნდა დავბრუნე, აი ბოლო ვარჯიში მქონდა რეაბილიტაციისაც აღარ იყო უკვე რა, ბოლო ვარჯიში. და მაგის მერე უერთდებოდი შვიდკაცას, რომელიც მიდიოდა ჩილეში. მსოფლიოს რაღაც შესარჩევზე. და ბოლო ვარჯიშზე რაღაც ესეთი ვარჯიში იყო, რომ ბოლო ვარჯიშის ბოლო რაღაცა რა, ისა რა ქვია მაგას? ნაწილი. ბურთს ვიღებდი, ესე ფეხს ვარ ტყავდი, მსველი ამოდიოდა, ფეხს ვარ ტყავდი და ვიჭერდი და გავრბოდი. გავაკეთე 6 ჯერ. და იყოს მითხრა რომ სულ 8 ჯერ უნდა გავაკეთო. გავაკეთე 6 ჯერ და მორჩით რა და მე დავაი ბარემ რაც თქვი ის გავაკეთოთ მეთქი. და წამოვიღე, იმენა ის სუსუბოლო, დავარტყი. გაის 55%. დავარტყი, დავიჭირე და მენისკი ისე. მართლა. რატო ცუდად დააბიჯე? არა, პროსტა, არ ვიცი. ბალახი იყო. ხელოვნური მოედანი იყო, ნუ ისედაც თუ ხელოვნურზე გავდიოდი მაგრიაბილიტაცია. ბიჭო, მე რა მაინტერესებს, ანუ რაღაც მომენტებში ამდენ ტრამვებს შორის შიში არ აგეკიდა, ანუ მუხლის? ყველაფერი ავიხედეთ და მუხლი არა რა, ხო და არა შიში არა. მე პირველად რომ გამიწყდა რაღაც ერთი პერიოდი აი ესე დაურბოდი. არა, ეგ აი მე როგორ ვაკონტროლებდი, იცი ყველა, ვეღარ თამაშობდი. ეგ ისეთია, ბევრი სპორტსმენი გაუფუჭებია არა ფეხს, არამედ მაგის მერე ფსიქოლოგიურად, როგორი რაღაც ხდება, ისე რომ აი თქვა მარჯვენა ფეხი დაიზიანა რა. და რაღაც მომენტში ხო არის ანაკეთ უნდა გაიქცეს, ანაკეთ რო გამოიქცეს. ირჩევს მარცხენა. ხო, მარცხენას ირჩევს. არა, ეგ არ მქონია, დაჟე ეხა მაგ ჯვარედინის მერე კიდე რაღაც 3 წელი ვერ ვითამაშე რა, ეგ ჯვარედინო დავემართა მაგის მერე 3 წელი არ მითამაშია, იმიტომ რომ სულ რაღაც ტრამები ემატებოდა ამ ჯვარედინის მერე მენისკი, მერე ბარზაკის კუნთი, მერე უკანა კუნთი და მერე დამეწყო 1 წელი მქონდა სულ სახის ანუ თავის არეში რაღაცები, აი, პროსტა რაღაცაობა იყო. პირველი დაემართა ეს აქ მეხურა ქუდი ბიჭო. დავბრუნდი 2 წლის მერე თამაშზე, წარმოიდგინე. სახიზე გადავი. შავი ლომის ეხა მეორე წელია უკვე, ახლა რამდენი გავმაზე, მეორე წელი არის, მეორე წელის თავდება უკვე ისა დეკემბერი არის რა. სულ 10 წუთი გაქვს რა თამაშები, ხო? 10 წუთი მაქვს ნათამაშები. თან მაგ გადაობა რა იყო, იცი? პირველი ქულა ჯარიმა დავარტყი მე და გავიტანე, შავი ლომის ისტორიაში პირველი ქულა მე გავაკეთე და ეს რო დამემართა იმ ვიყავი ლელოს ხაში ვიყავი და ეს ბურთი რო ავარდა და რო გამიწყდა ჰაერში ეთყობა ინსტინქტუალურად ამ ბურთს ხელი დავარტყი ესე რა და გადავაკეთე და ეგ არ შეიძლება ლელოს ხაის იმაში იმიტომ რომ ტექნიკური ლელო არის და ტექნიკური ლელო ჩაითვალა და მაგაზე გადავუფრო შავი ლომის ისტორიაში პირველი ქულა მე გავაკეთე და შავი ლომის წინააღმდეგაც პირველი 5 ქულა მე გავაკეთე და გარჯი გავიდა წელიწად ნახევარი და თამაში ძლივს დავბრუნდი კაი ხოძე ვარ შლემი מחურავს აქ არაფერი აღარ ვჭირდება შეცვლა 15 წუთია 20 წუთია დარჩენილი შევედიო და შევედი და დაარტყეს დაწყება აიღო ბურთი ჩვენმა ათმა დაარტყა გადავიდა იქით აუთში ვერ გადავიდა წამოიღეს ბურთი ჩამოიტანეს ბოლომდე გამოჭრა ამ ტიპმა და რო გამოჭრა მე 15 ვარ და უნდა შევბოჭო და ესე შევედი შესაბოჭდა და აქედან თურმე ბუკამორბის მერაბა შარიკაძე ამის დასაჭერად გამწარებული და თავებით ერთმანეთს შევასკდით აი ეს ქუდი ხო მეხურა ანუ ქუდში გამისკდა თავი წარმოიდგინე ეს ვარჯიში და არა თამაში 20 წამში და ოღონდ გავითიშე როგორ იცი 20 წამი ხო გავითიშე არ მახსოვს მართლა 2 საათი არ მახსოვს რა ვიღვიძებ ეს თავს მიკერავენ ანუ ვაფშე არ მახსოვს ეგ 2 საათი არის რა აი მუხლს მაგის მერე მაგ წელსვე მერე წავედი დუბაიში ეს ცხვირი გამიტყდა და მერე საფრანგეთში წავედი ჩვიდკაცაზე და ეს ანუ ეს სახის ტრამვებიც მოვიშორი ვაუ ეხა კიდე თამაში ეხა ტრამვები არა ტრამვები ხო ტრამვები ჯერჯერობით აღარა ნახოთ ვიღაცას რა გზის შესვლა თუ უნდა ხო მაგრამ ეს ყველას კი არ ემართება ნუ ეგრე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგრე
დაალაგდა რა, მაგრამ კარგი რაც არის, რაც ვისწავლე და რაც ცხოვრებაში გამომადგება არის, რომ ვიშრომებ რა ბოლომდე და რაღაც საქმეში რო ვიქნები. ძლიერდები რაც ხო, მაგრა ძლიერდები რა. მაგრა ძლიერდები. ეხა ვიღაცეებისთვის მარტივი შეიძლება მარტივი შესახედი კი არა, просто რო არ ყოფილან მაგ სიტუაციაში სპორტსმენი რო არ ყოფილა ადამიანი ვერ მიხვდება ვერასდროს რას ნიშნავს ტრამვა სპორტსმენისთვის რა. ვერ მიხვდება რა შეიძლება მიხვდეს, მაგრამ ვერ გაიაზრე. თვითონ აი ვერ იგრძნობს მაგას, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი რაშიც ხარ, იმას ვერ აკეთებ, კაროჩე. აი მაგაზე საშინელება არაფერი არა. ცოტა რაღაც ისე რო ვთქვა, ნუ რაღაც ფუნქცია გეკარგება არა, მაგრამ ანუ შენი რაც ყველაზე მაგარი ხარ მაგაში, აი მაგითი ხარ გამორჩეული რა, მაგაზე შრომობ 24 საათს მაგაზე ხარჯავ და ვერ აკეთებ, აი საშინელება არის. შენ როდის გაგიწყდა ის? ჯვარედინი. დაახლოებით ეგ პერიოდი იყო არა? თუ ჩემამდე გქონდა შენ, მე მახსოვს. ვიყავი 18 წლის. არა, ეს იძახის ბოლო წერტილი. ბოლო წერტილი. ჯვარედინი ხო 5 წლის წინ არ ქონდა? მე გამიწყდა 18 წლის ვიყავ, უბრალოდ მე არ გავიკეთე ოპერაცია და ცხოვრობდი ეგრე და მე უბრალოდ რაღაცა მომივიდა სისულელე რაღაც ჩვენ ნაცნობმა ჭიდაობა დამიწყო და იმ ჭიდაობაში ბუხლი იმასა და მაგის მე გავიკეთე ოპერაცია. თან დაჩი რატო არის იცი, დაჩისთან ჭიდაობა რატო უნდა მოგინის, იმიტომ რომ ვაფშე არ ის არ ჭიდაობა ჩვენს. просто იცოდა. ხო და ჩემი ერთი კითხვა იყო ეგ რომ აი რა გასწავლა რაგბმა. თვითონ აი რაგბი როგორც სპორტი რაღაც გამორჩეული არის რა, ფეხბურთისგან განსხვავებით, ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ რაგბში ეს გუნდურობაც და თითქოს ტიპსაც რაღაცნაირად სხვანაირად აყალიბებს ადამიანადაც, მარტო სპორტსმენად და მარტო რაღაც ძლიერ ტიპად არა რა. ხო, ნუ ცხოვრებაში როგორ გამოგადგა იქ ყველაფერი რა. ბევრად უფრო გუნდური სპორტია. ეხლა ყველაზე ძალიან როგორც გამომადგა ეგა, აი რაც ვთქვი, რომ ბოლომდე იბრძოლებ. ხო, რა შრომას ყველაფერში, რასაც აკეთებ ჩემი აზრით, ბოლომდე უნდა აკეთო რა. აზრი არ აქვს, რა საქმე არის რა. ყველაფერი ბოლომდე მთელი ძალით უნდა აკეთო რა, იმიტომ რომ თუ არ გააკეთებ, მე შენ თავთან გაგეჭვები გაგრას. მაგრამ რაგბიც აი მაგიტომ დავიწყე რეალურად, რომ ბევრი სხვა სპორტის თამაშის საშუალება მქონდა და არაფერი არ მომდომებია ისე როგორც რაგბი რა. აი რაგბზე რომ მივედი, მოვიწამლე რა და თავარი მიზეზი რაც იყო, მე მგონია რომ აი ურთიერთობები იყო, გუნდურობა იყო, თვითონ ადამიანების დამოკიდებულება რომ მიდიხარ იქ და ახალი ტიპები რო არიან და ახალი ტიპი რომ მოდის და როგორც კონკურენტს კი არ გიყურებენ, როგორც თავიანთ ახალ მეგობარს ეგრე გიყურებენ რა. ეხა აი რომ ახსენდება პირველივე ეგ მესიამონ რა ურთიერთობა, ნუ კახელო ჩვენი საერთო მეგობარია და პირველი ესე ძმაკაცი რაგბიდან და გუნდელი ეგ იყო რა, რომ მივედი, აი პირველივე დღეს სახში რომ მივდიოდი, მაგათთან ერთად წამოვედი და ეგ საერთო ენა მოუძებნეთ, რომ მივედი ყველა მომესალმა და გამეცნო და ვიღაცა ვინც ყველაზე სტარი ტიპი იყო, ეგეც გამეცნო ჩვეულებრივად და მიმიღო როგორც საკუთარი მეგობარი და ეგ ასწორებს რა, ეგ ურთიერთობები. მერე ცხოვრებაშიც გადგება. სხვანაირადაც მე მგონი მაგ სპორტში არ გამოვა, ანუ გვერდზე თუ არ გიდგას ტიპი, ვინც აი თავის თავს ნუ ეხლა ცოტა ისე ვიზა გაწირავს რომ შენ გვერდში დაგიდგეს. იდეალური ვარიანტი ეგაა რა. ეხლა რა თქმა უნდა, ცუდი ხალხი იქაცაა, აქაცაა და ის მაგრამ თვითონ ეგ რაგბის სული ეგაა რა, რომ გვერდში გიდგას ბოლომდე. ანუ თამაშიც არ გამოდის რა, ეხლა ინდივიდუალი, ანუ ერთი ტიპი ვერ იქნები მაგ სპორტში. ყველაფერზე სახელები იმიტომ არ აწერია თუ რაღაც ადრე მაქვს ნანახი, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ეგა აზრი, რომ სახელები იმიტომ არ აწერიათ, რომ ყველანი ერთნი არიან რა. ერთნი ხართ მოედანზე რა. ისიც მომწონს მე რაღაც ჩვენ ფორმაზე რომ უკან ისა რა ქვია, ვაზის თემა, ხო იცი რატო ადრე მეომრებს რომ ეგრე ქონდათ, რომ თუ დაიღუპებოდნენ მაგალითად რაღაც ეგრე არის, ხო? რომ იქიდან მერე აღმოცენდებოდა ხო სიცოცხლე რა, ოღონდ ვაზის სახით. ხო. ბევრად ისეთი ატარებდნენ ვაზს რა. მაგრამ აი რაგბზე თუ ცდები მითხარება, ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ანუ 25 წლისაც რო იყო, კარგად თუ დარბი ხარ, სწრაფად თუ დარბი ხარ, შეგიძლია ითამაშო რა. ეხა ფეხბურთზე ძალიან ცუდად ხო? იმიტომ რომ
ან თითქოს skill wise ხო და არა კომპლექსური გააჩნია პოზიციას ხო პოზიციას ხო აი თუ ეხა შენ რა პოზიცია შენ ეხა თუ დარბი ხარ არის ალბათ გარემარბების პოზიცია რა გარემ უკანა ხაზი უფრო ხაზის პოზიცია არის ეგ მაგრამ ეს ხაზის პოზიცია მაგის გარდა რომ კარგად დარბი ხარ ძალიან კომპლექსური არის ფეხს უკანა ხაზის თუ ხარ 11 14 და 15 ფეხს უნდა ურტყავდე ხელის ტექნიკა უნდა გქონდეს მარტ ვერ აითვისებ მაგას გვიანას არა აითვისებ არის მაგალითები არის მაგალითები ვინც აი მაგალითად გვიან დაიწყეს თამაში და თამაშობენ მაღალ დონეზე შენზე გვიან ხაზის მოთამაშე არ მახსენდება მაგრამ შერკინების მოთამაშე ნიქსონა არის რომელიც ეხა თამაშობს მონპელიეში და დაიწყო მე მგონი 24-ის თუ 25 წლის ასაკში აი შევწდები ეხა კონკრეტულად ვერ იცი მაგრამ ეგრე დაიწყო მაგრამ იმას ეხა ფეხის უნარი არ ჭირდება ხელის ტექნიკა ასე თუ ისე ჭირდება ძალიან მაღალ დონეზე პატარა პასი არ ჭირდება ჯანზე უნდა იყოს კაი ბოჭვა უნდა კონდეს კაი ფიზიკა უნდა კონდეს წონას და 125 კილოა თუ რაღაცა და არის აი 200 კილოს კერძზე წევს და მაგარ ჯანზე არის მოჭიდავე იყო მოჭიდავე იყო ხო ო იასო და მოჭიდაობიდან მარტივად გადმოვიდა რა იმიტომ რომ კონტაქტურია ისიც ანუ შეგიძლია ხო ფეხბურთელი ვერ გახდები 25 წლიდან გაგიჭირდება ხო და ეგეც არა ხო ბავშვობიდან თუ იცი რა მაინტერესებს ჩვენი ნაკრები ხო გამოირჩევა მაგალითად ამ შერკინების იმით ხო რაღაცა რომ ამბობენ ხომ რომ რაღაც ადრე უფრო იყო 2015-ში უფრო იყო ეხა შედარებით ესე მიწოლაში ესე დომინანტები აღარ ვართ როგორც ვიყავით მაგრამ ნუ ფიზიკურად ისევ ჭიდაობის ბრალი ხო არა ეგ რა ჭიდაობის აი რაღაცა ჩვენ გენის აბრალები არა არის ეგ გენის ხო ეხა ფიზიკური სპორტები ყველაფერი გამოგვდის ჭიდაობა ძლეოსნობა კი არა ის რა ქვია იმას ხო ძლეოსნობა ტანგისაცემს ძლეოსნობა ხო და რაგბი ფიზიკური სპორტი უფრო თუ ვიღაცა მეუბნება რომ პირიქით რაგბი ის არის რომ არ დაეჯახო ანუ ისე ითამაშო რომ აერიდო ხო იდეაში ეგ არის მიზანი რომ ისე გაიარო რომ ვაფშე არავინ არ შეგეხოს მაგაზე კარგი ვარიანტი არც ერთი არაა რომ ისე დადოლეო რომ არავინ არ შეგეხოს მაგრამ არ გამოდის ფიზიკურად ხა 15 კაცი რომ მოედანზე დგას ესე ხაზად და შეჭმა რომ უნდა შენი ხო ინგლისში არ დაიწყოს ხო და როგორ რაღაც უსმენთ ისი კიდე რაღაც ქვეყნებში რა წარმოიდგინეო ინგლისი როგორ რაღაც არისტოკრატული და ის ქვეყანაა და როგორი სპორტი აქვს რა ანუ რაგბი ძალიან თავით რო შეასკდებით თუმცა ხო არისტოკრატები ისეთი არაძალისმიერი სპორტი უნდა ქონდოთ მაგრამ რაგბი ერთ-ერთი ხულიგანების სპორტი რომელსაც ჯელტვენები თამაშობენ ხო აი გარი რაგბი და საკმაოდ რთული მესმის შენ ასე სახი მესმის რომ რაღაცა ფეხბურთს შეხედავ რაღაცა შეიძლება ჩოგბურთს შეხედავ და თითქოს უფრო ბევრად ტექნიკური არის ვიდრე რაგბი მაგრამ არ გვესმის ანუ არ გვითამაშია და მაგიტო არ ვიცი თორე რაგბიც მაგარი ის არის არა ძალიან რთულია უბანში იმიტომ რომ ხო იმიტომ რომ ყველაფერს რო თავი დაანებო წესებია იმდენი ძალიან რთული წესებია რა და ეგ არ რთულებს ჩემი აზრით ფეხბურთი რა ორი კარი დადე და მაგიტო არის ხო რაგბის თამაშობდო კასანია ხო ხელის დადებაზე არის კასანი ჩვენ თამაშობდით ეგრე დავიწყე საერთოდ იოსებიძეზე თამაშობდით ეს ფეხბურთს ახლა უფრო მეტი ადამიანიც თამაშობს ახლა მაგიტომაც ვიღაცას ახლა რაღაც კონტაქტი სეშინია ან რავი უბანში გოგოებიც არიან შეიძლება არ ვიცი რა ანუ ესე რომ შეხედო არა შეიძლება რა მაინტერესებს შენ ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდი რა და ანუ უფრო ის არის უფრო კონტაქტურია სტატიკურია უფრო ბიჭო სტატიკურია როგორი რაღაცა არის კონტაქტური არის ამერიკულ ფეხბურთში ანუ რაგბში თამაში შეიძლება არ გავიდეს ისე გააჩნია პოზიციას მაგრამ აი შერკინებაში თუ ხარ აი დიდი ტიპი თუ ხარ ჯახი არის რაღაცას იტყე ყოველთვის რა ანუ რაღაცა ხდება რა ისე კი არ ვიძახი მაგრამ ამერიკულ ფეხბურთში შეიძლება ისე გავიდეს არაფერი არ იტკინო მაგრამ როცა რაღაცა ტრავმა გაქვს უფრო დიდი ტრავმები არის იმიტომ რომ ბოჭვის წესები ეხლა ცოტა ხო ბოჭვის ვაფშე სხვა მაგრამ როგორ არის იცი სტატიკური არის იმ ვარიანტში რომ რაღაცა რო ხდება ბურთი რო ვარდება რესტარტდება ჩერდება დაუდექით აბა ბიჭები დაგდებიან მაგრამ იმ დაახლოებით მე მგონი რაღაც 20 წამი არის 20 წამიანი ფეთქებადი გამეორებები კი მაგრამ ძალიან ფეთქებადი და რა შეიძლება გაგრძელდეს შეუჩერებლად ერთი
5 წუთი. 5 წუთი რო აი მირბიხარ. ჯახები რაღაცა რთულია ხო. თან ის დიდი ტიპები ეხა რა, სულ ჯახი რო უწევთ, იმას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ესენი მართლა ჩერდებიან 20 წამი გრძელდება, მე მიდიან რაღაცა ცოტა სამოისკებს და მე ისე 20 წამი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს რო აამზადებ, endurance არის მასშტაბი რა. გამძლეობაზე არ მუშაობ ისე როგორც რაგბში მუშაობ. რაგბში გამძლეობას სისხარტეს და ჯანს ერთი და იგივე ისა აქვს რა. ნიშნულობა აქვს რა, ვერ იქნები მარტო ჯანზე. იმიტომ რომ ორი პასი გადაიმევა და სისუსტე ხარ და იქ შენთან გაიჭრება რა. ეს თავის ტრამვები რო ამერიკული ფეხბურთი რატომაც კრიტიკის ქვეშ არის ხოლმე, სულ არის რომ ეს რო აცვიათ. ანუ იმის რაღაც დაცულობის შეგრძნებასაც და მთლიანი ანუ acceleration მთლიანი სიჩქარით შესკრომხდება და ვაფშე სხვა დაზიანება მოხდება. არა, მან ბოჭვის წესები არის, როგორი ხრით შეგიძლია რომ შეუვარდე. ეხა თავი-თავში აღარ შეიძლება რომ. აი იგი იყო თავი-თავში. მა ადრე იყო მე რომ მასწავლიდან, ანუ კაც ტიპი უნდა გაყო ესე თავით. ანუ რომ მირბის თავით უნდა გაყო და ისე არ იყო ეს ხარი, ანუ აქეთ მორბის, აქეთა მხრიდან კარჩე არის. არა კომფორტულია ის რაღაცები რაც. ბიჭო ძალიან, აი ამის იქით ვერ იხედები რა. გააჩინე რა პოზიციაზე ხარ, ეხა ვინც ბურთს იჭერს, იმას ცოტა უფრო თავისუფლად აქვს თემა და უფრო ცოტა ისეთი ჩაფხუტი, ისეთი აქვს რა მოძრავი. იმასაც რო უყურებ, ვინც ბურთს ისვრის, იმას აქ უფრო ღია ტიპი აქვს რა. და ვინც ეხლა და ვინც დიდი ტიპია და პროსტა ჯახი იმას იმინა ეგრე აქვს რომ ვიღაცა ხელია შევა. მე წინა ხაზში ვიდექი. ბლოკერი არ მე დაცვაში ვიყავი, ანუ ბოჭავი ვიყავი, მაგრამ მე ნუ ეს ბოჭები გამომდიოდა და შედარებით მოძრავი ტიპი ვიყავი აქ რა უკან და უკანა ხაზზე ვიდექი. ანუ მე უწყვიტავდი, წავსულიყავი პასზე დამეცვა ტიპი. აჰა. ან ეგრევე შევარდნილიყავი და ის ტიპი ვინც მორბოდა ის დამეჭი. საკი გაგეკეთებინა. საკარკვია. ხო, ან კიუბი ან ის რა, ხო. ხო და მან ძალიან ის ბიჭო მან ისეთი ეხა რაგბშიც არის ეხლა აგრე სანდრე მარგველაშვილი ის გაითიშა მთელი დღე მირეკავდა არ ახსოვს. ეგრე ვიყავი მე ეცქრონები ამას. შენ იქაც მოგივიდა მახსოვს? მე მგონი ირლანდიას ვეთამაშებოდი თუ ირლანდიასთან მალაღურას მოუვიდა, ან 2 დღე იყვნენ, ანუ 2 დღე რამოდენიმე დღე იყვნენ და არ ახსოვს ვაფშე ირლანდიაში რომ ნამყოფია. ეგრე და შენს მახსოვს სადღაც მოგივიდა და მე ეგრევე მოგიწია ჯარიმის დარტყმა. მაგარი დარტყმა მიიღე თავში არის. არ მახსოვს. აი არა რაც ჩამოთვალა, ეს არის რაც ახსოვს ისწავლიდა. რამდენი რაც არ ახსოვს. შეიძლება ერთი 8 ტვინი შერყევა აქვს და ვაპროსტა არ აქვს. ხა, ყველა თამაშზე მინიმალური ტვინი შერყევი და გამოვდივარ რა. შენი ის საქმეა, გახსოვთ ის ყველაზე ცნობილი მომენტი ის იყო რა მგონი? კანადასთან რო გადაუგდა, რო გაყვა და მან გასკდა, აი რა. თან ისედაც მე მახსოვს რომ ვაფშე პროსტა რეინდომზე YouTube-ზე ვარდებოდა ეგ რაღაცები, ჩვენების დადებული კი არა, აი ისე. მან არა და მაგაზე ისე რა ქვია, ღირსშესანიშნავი ამბავი ის იყო რომ რეკორდი მოხსენი ქულების, ანუ ერთ თამაშში მაგდენ ქულა არავის არ აქვს გაკეთებული ხო? ქართულს. 34 ქულა გავაკეთე მაგ თამაში. 34 სიგიჟი არის. 34 თუ რაღაც არის. რა მაინტერესებს ახლა ეს ფიზიკური მხარე გასაგები არის, მაგრამ შენ ჯარიმების დარტყმას გიწევდა. კი, მე ურტყავდი ხო. აი ვიღაცები სტეფ კარის უსმენდი რა. რაღაცა floating თუ გაგიათ, ხო გაგია. აი მან წვები ხოლმე და წარმოვიდგენო ბურთს როგორ ვისწრიო კალათშიო რა, ანუ გონებაში ვამუშავებ მაგასო და შენ აი რას დარტყმის დროს მაგას შვები მეც. მაგრამ სახლშიც აი ძილის წინ ფიქრობდი მაგალითად ეგეთ მომენტი მქონია რა როგორ ურტყავ ბურთს ან ფეხის რა ნაწილს ახლა არა ეგ არ მქონია არასდროს მაგრამ დარტყმის დროს აი ჩემი რიტუალი ეგეთი იყო რა ან უნდა ეცადო რომ ეხა კალათბურთის თუ ავიღებთ მაგალითად ყველა მაგარ შუთერს აქვს აი ეს მოძრაობა ავტომატურამდე დაყვანილი რა სუ აი ყოველთვის ერთი და იგივე მოძრაობა არ ცვლიან რა რა ამ კარში დარტყმაზეც იდეაში იდეალური ვარიანტი არის ეგ რომ ყველა დარტყმა იყოს ერთნაირი არაფერი არ შეიცვალოს დარტყმის დროს და მე გადადის იმაში რომ ხო სიზუსტე ხო სხვა ადგილიდან მაგრამ ცulis სხვა დარტყმის დადგომას ცulis მაგრამ მოძრაობას თუ ერთ და იგივე შეინარჩუნებ და ავტომატურობამდე გადაიყვანს სულ ერთ და იგივე შედეგს მიიღებ იდეა ეგაა რა ანუ პრაქტიკა რა ძალიან ბევრი უნდა ურტყა მაგრამ მე ეგ რიტუალი მქონდა რომ ესე ვდგებოდი
ხმა ჩავისუნთქავდი, ესე ბურთს უყურებდი, გავხედავდი, ესე გავაყოლებდი თვალს, წარმოვიდგენდი როგორ მიდის და შედის, მე ეს გამოვაყოლებდი უკან, აი ხას წარმოვიდგენდი რა, ბურთიდან კარამდე და მე რო დავიზრვებოდი, ეგ წარმოდგენილი მქონდა სად უნდა მომერტყა ფეხისთვის ბურთი და უკვე მაგაზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ აი ამ წერტილში უნდა დავარტყა და ვიგის რა ძირითადად კარგად გამოდიოდა. ეგ ქონია რომელიმე მომენტში ქონია რომ აი ეს ქულა იმინა წვიტავდა თამაში მოგება ეგეთ დარტყმა არ მქონია საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ბიჭო ძალიან დიდი ის არის სტრესი ალბათ ეგ არა ანუ ვაფშე სხვა რაღაცა ძალიან სტრესი კი არა ანუ ის შეიძლება წარმოიდგინო კიდეც მაგრამ ვერასრულებდი ხა მესიც რო ურტყავს ჯარიმას რასაც ფიქრობს ის გამოდის რა ხო ხვდები თორე ხა მე შეიძლება დავდგე იგივენერად და მაგრამ როგორ შეიძლება ეგ უნარები აძლევს საშუალებას რომ შეასრულოს რასაც ფიქრობს ყველაფერი ხო მე შეიძლება წარმოვიდგინო 1000 ჯერ ვივარჯიშო კიდეც მაგრამ მაინც ვერ გავაკეთო ხო მაგრამ თუ აკეთებ სულ აკეთებ და მე რაღაც მომენტში ისე ნერვიულობ რომ ხო არა ეგ ცალკე ისაა რა ეხლა ყველაზე ძალიან არ მიყვარს ყველაზე მარტივი დარტყმები. იმიტომ რომ უეჭველი გასატანია. და შენთა აი რაღაცა კონცენტრაციას კარგავ რა რაღაც მომენტში რა. ხო. იმიტომ რომ უეჭველი გასატანია, აუ ეს რო გავმაზო რა სირცხვილია და მიდიხარ და ეგეთი რაღაცები რო დაიკიდო სპორტსმენმა რთულია ხო ანუ შეგიძლია რომ დაიკიდო რა. გამოცდილება. ბევრ მნიშვნელოვანი თამაში რო გაკატანილი, შესაბამისად ალბათ გამოცდილებას მეტი გაქვს. გამოცდილებაზე მეტად, თან გამოცდილებას რა თქმა უნდა, თან აი უნდა იმდენი უნდა გქონდეს ნავარჯიშები და იმდენად დარწმუნებული უნდა იყო, რომ ვაფშე აღარც გეფიქრებოდეს მაგაზე. ნუ ცოტათი მაინც გეფიქრება, მაგრამ იცი რომ აქედან უეჭველი იტან რა. და უფრო მარტივად მიდის. აი ახლა გადავიდით აბა როგორ მოხდი ღვინოში ბურთიდან ღვინოში ჯერ ვერ ვარ მოხვედრილი კარგად მამა ჩემი არის ექიმი რა და ყველა ექიმს ხო ლტოლო აქვს ამ ალკოჰოლის მიმართ და ცოტა ყველა ექიმი ცოტა ალკოჰოლიკია რა არ ეწყინება იმედი არავის მაგრამ ეგრეა ყველას უყვარს ალკოჰოლიკი რა დალევა უყვარს ყველას მაგრა შენი ძმაც ხო ექიმია ჩემი ძმაც ექიმია ხო და არ უყვარდა ეს დალევა სანამ ექიმი გახდებოდა და გახდა ექიმი და თუ სტრესის გამო თუ ან რაღაც ალბათ ეგეც არის იმიტომ რომ ხა მაგარი სტრესული საქმე არის ექიმობათან მithom სტომატოლოგი თუ ეგ ექიმი არ არის ხო წესით ართლიან რა ხო კაი ყველაზე ისეთი ლაითი ექიმი ვინ არის პროქტოლოგი რო ხარ და მაგარი ალკაში არა ხო რა მნიშვნელობა ყველა ექიმს ალკაში არა დიდი ხანი ვაკეთებ ანუ პროცესი პროფესორო კაი სტრესულია რა კაროჩე ალბათ არ ვიცი მიზეზი რა არის მაგრამ ძირითადად ყველა ექიმის უყვარს დალევა და მამა ჩემის მამა ღვინოს აკეთებდა კახეთში და მამა ჩემიც რაღაც მომენტში უკვე რო აი შეეძლო რომ თავისუფალი დრო ქონოდა ხა ბავშვობაში ეხმარებოდა მამამის და ეგ ის ქონდა გამოცდილება ბავშვობაში და ახსოვდა ეგ ტკბილად მაგრამ როგორც კი თვითონ საშუალება მიეცა დაიწყო ამ ღვინის კეთება და დიდი ხანია უკვე ნატურალურ ღვინოს დიდი ხანია აკეთებს მე მგონი რა ვიცი 2000 წლიდან ალბათ ნატურალური ღვინო არის ვენახსული მარტო კონტაქტური წამლით ანუ ქიმიური ჩარევა არ გაქვს არანაირი ეს კონტაქტური წამალი ფოთოლზე ჩერდება და შიგნით თვითონ მცენარეში არ შედის რა და გოგირდს არ ხმარობ დიდი რაოდენობით რაღაცა სტანდარტი აი რაზე მეტი ხმარებაც არ შეიძლება ჩვენს საერთოდ არ ხმარობთ გოგირდი რა შვება გოგირდი არის უბრალოდ ბაქტერიებს კლავს და მარტივი საშუალებაა იმისთვის რომ ღვინო შეინახო და რეალურად რისკი არ გაქვს რა გოგირდი მაგაში გეხმარება და ჩვენ ერთადერთი მომენტი როცა გოგირდს ხმარობთ არის ქვევრში სანამ ჩავასხავთ ღვინოს ცეცხლს უკიდებთ გოგირდს და ვაბოლებთ ქვევრში რა და ეგ ძალიან დაბალი რაოდენობა არის ანუ სადღაც მე 1/10 არის იმისი რისი უფლებაც გაქვს რომ ნატურალურ ღვინოში გადიოდე და მინიმალური ჩარევა ძალიან ცოტა ჩარევა გვაქვს რა და
ნუ ეგაა ნატურალური ღვინო იდეაში. ძალიან რთულია, ხო, ძალიან მარტივია რომ გაგიფუჭდეს. ძალიან მარტივია, ეგაა რისკია რომ გაგიფუჭდეს, მაგრამ თუ დაცული გაქვს სანიტარიის ზომები, რთულია რა, რომ გაგიფუჭდეს მაინც. რომ ერთი ფაროსანა რომ შეყვესო და რაღაც იმაში ყველაფერს აფუჭებს იმენა. შეიძლება გააფუჭოს, შეიძლება არ გააფუჭოს, მაგრამ არის რისკი რომ გააფუჭოს. რაღაც ქვევრი ისე კარგად თუ ვერ გარეცხე, შეიძლება გაგიფუჭოს ბოთლი თუ კარგად არ გარეცხე, შეიძლება გაგიფუჭოს, ბევრი ისაა რა. რაღაც გადარჩენის უნარი ნაკლებად აქვს ღვინოს გოგირდი რო არ არის შიგნით. ხო და მან გადავედი ხა უკვე. ხო და მან ჩავერთე როგორ იცი? აი ეს ტრამების პერიოდი რაც მოუყევი. ისედაც მევასებოდა მე დალევა პატარაობიდან მევასება რა. კახელო გავიცანი მეთქი რაგზე პირველი და წარმოიდგინე ხო ხდებით. ეგ მაგრაიტ ანუ სვავს მეორე დღეს ვარჯიშობს ხო და აი ეხლა ბიჭო ჰიბრიდ ჰაიბრიდ ათლეტებს რო ეძახიან რა აი ვითომ ვინც კაჩაობს და არის ეგენი ჰაიბრიდ ათლეტი არის კახელო შეუულია რომ 200 ლიტრი დალიოს და დილით 24 კილომეტრი კროქსებით სხვა არავინ არ ვიცი ვაფშე ანუ ეგეთი მე არ გამჭირდება მე არ ვიცი სვავდეს ბიჭო ეგრე და მაგდონეზე ათლეტური იყოს ეგრე აკეთებს ალბათ ერთი 18 წლიდან და იმიტომ რა. მე რო აი დავიწყე აკადემიაში თამაში ეგრე აი სვავდით ყოველდღე რა მამაჩემის რაღაც გამოხდილი ჭაჭა ეგდო სარდაფში ჩემთან ერთი 60 ლიტრი რა და მაგას ვიპარავდი და ჩავდიოდი კახელოსთან მაშინთან რაღაცაობა იყო ამას 300 ლარი ქონდა ხელფასი მე საერთოდ უხელფასოდ თამაშობდი და ესე აი ტაქსით რომ მივდიოდით ვარჯიშზე 6 ლარად მივდიოდით ვაჟადან იქ რა ქვია 5 დეკემბრის ქუჩაზე და უკან ვბრუნდებოდი რაღაც 3-3-4 ლარი რო ქრჩებოდა მაგითი სასისკი პური ისა სვავდით რა ეგ იყო ხო და მაგას აკეთებს 20 წლიდან და მე მეორე დღეს მიდიოდა ასპრიაში 100 კილო 20 და 10 ჯერ და რაღაცებს აკეთებ ეგეთია ისევ რა ჰაიბრიდ ათლეტები ჩემი აზრით ეგენი არიან ბავშვობაში მქონია ბავშვობაში რა უფრო ახალგაზრდობაში მაგრამ ეგეთი ის არა რა რუტინა თუნდა აქცია ყველაფერი ისე გამოზომილი ხო და ანუ გიყვარს ეგ თემა თუ უფრო მამაშენის არა მიყვარს მაგრამ პროსტა არ ვარ რა ჯერ გარკვეული უნდა აკადემიური განათლება მივიღო როგორც მინიმუმ რომ იმასთან ერთად რომ მამაჩემი რაღაცებს მასწავლის აკადემიურ განათლებასაც თუ მივიღებ ძალიან მაგრა გამიადვილდება და დამეხმარება ეხლა ვარ ძირითადად ვეხმარები მამაჩემს ფიზიკურად და მიუყვები მამაჩემი რაც აკეთებს იმას და პლუს აი ღვინის ჩამოსხმა ისეთ რაღაცებს რასაც ცოდნა არ უნდა და აი ვენახის მომავალს ხა უკვე ცოდნა უნდა და ღვინის დაყენებასაც ცოდნა უნდა და რასაც ცოდნა არ უნდა აი ფიზიკური საშრომი რაცა ჩამოსხმა ბოთლების საკით მოგვარება რაღაც ბუღალტერია ცოტა ღვინოების დარიგება ეგეთ რაღაცეებში ვარ ჩართული რა აპირებს ოსო მე რომ მაკეტი მინდა ხო რომ გადავერთო აი რაკს რომ დავანებებ თავს დრო რომ ექნება აკადემიურ განათლებას მივიღებ ალბათ რა და მაგას როდის ალბათ არ ვიცი ნახოთ აი ორგანიზმი ცოტა ასაკში რა ეხა ორგანიზმი როგორც გამიშვებს რა ჯერ სიამოვნებს თან კონტაქტური სპორტი მაინც აკრებში ეხა მაინც არ იქნება დაბალი დონე ის ხო არ არის ხო არა შვიდკაცა არის ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური სპორტი რაც არსებობს ალბათ სოფლიოში იმიტომ რომ გამძლეობა ისა რა ქვია ჯანი ფეთქებადობა ყველაფერი გჭირდება რა და მაგას ჯერჯერობით ქაჩავ იმ დონეზე სადაც ვართ ჩვენ ვართ ეხა ევროპის ჩემპიონატის დონეზე რომელიც შედარებით დაბალია ეხა მაგას ქაჩავ და კარგათაც გამოსტილების ხარჯზე კარგად გამოდის თორე ეხა ფიზიკურად გუშინ ვარჯიში გქონდა შვიდკაცაში რამოდენიმე ბავშვმა ისეთი გამიქრა ხელებიდან რომ ჩემ თავზე ნერვები მეშლებოდა 18 წლის ბავშვები რომ გატყუებენ, მაგრამ ნუ ეგრე არა ისო. სამგერო თამაშზე რო გავალთა წნეხი რო იქნება, მე გამოცდილების ხარჯზე უფრო ვათამაშებ გუნდს და შეცდომებს ნაკლებს დაუშვებ და შანშანაც ვფიქრობდი დანებებას რა, ეგეთი რაღაცები შანშანაც მემართებოდა, მაგრამ მე ტურნირებზე რო წავედით და მაინც ამ გამოცდილების ხარჯზე რაღაც კაი რაღაცები რო გამომდიოდა, მივხვდი რომ კიდე არის რა დრო მაგისთვის რა. რეალურად მაგ დრო, იმიტომაც არ ვანებებ, რომ სანამ შემიძლია, მინდა რომ ვითამაშო, იმიტომ რომ მე დამენანება რა. ხო. იმიტომ რომ მომენატრება ძალიან მაგრა დარწმუნებული ვარ. უჩხა და აი მე გმინდოდა მეკითხა მე რას ფიქრო, ანუ კაი მეღვინეობა რაღაც იქ შეიძლება ფიზიკურად დაიტვირთ, მაგრამ
ამ რაღაც სპორტის იმას რა აქვს. ხო, ალბათ ხილამურე. მე და შენ არ გქონია ხა ეგ რო აი სპორტს ამდენი ხანი რო თამაშობ და მე რო ანებებ თავს და აი ბუკას თემაც ხო როგორ დაანება თავი და მაგასაც ჩვენ ვერ გგზნობთ ხა რამდენად რთული შეიძლება იყოს დანება ნუ დანებება სპორტი. არა, ნუ ხო ხა ეს კი რაღაც მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ მე დარბაზში ვარჯიში მაგის გამო დავიწყე. ხო და არა, ეგრე მეც იმას ვიზავ დავაბალანსებ რა მაგით. ოღონდ მე დავაბალანსებ აი კალათბურთს ვითამაშებ, თხილამურებზე როცა მინდა ვისრიალებ და სამი დავლევ. ადილს არ ვითამაშებ. შენ მაგამანდაში ადელი არის. ადილს არ ვითამაშებ. აი ეს თამაშ და მე ამის ეხა ვიდეო მასალა პადელის კარგი. არა, ადამიანები მაქვს პადელი 1-6-7 ჯერ. დაიწყებ უჩ ძალიან დაბალი ბარიერია და გისწორდება რა. ხო, მაგრამ რავია. გითხრა რატო არ მევასება? რატო? კარჩაი, ყველას შეუძლია რომ ითამაშოს რა. და რომ მივდივარ ეს ნავარჯიშები, კაი ფიზიკაზე, კაი ხოთზე, აი რომ გონია რა და ვიღაცა იმენა გაჩხიკინებული, აი არ ვიცი, მართლა დალევიდან ახალი გამოსული და მეტადონის პროგრამიდან ახალი გამოსული ტიპი რომ დამიდგება და მიგებს, აი მაგრანერები მეშლება. მაგრამ შენ რო აი ხო, მაგრამ მე რომ მივარჯი, ხო, მაგრამ არ მინდა რა, ჩოგბურთი ვითამაშოთ. აი ჩოგბურთი უფრო რთული არის და მაგად ხო, ნუ ბაზარია. შეიძლება იგივე ტიპმა ჩოგბურთიც მომიგოს, მაგრამ უფრო რაღაცა გამძლეობაზე და იმაზე არის რა. ესე მარტივად ყველას რო გამოსდის, აი რაღაც არ მომწონს. ჯერჯერობით ეხლა რო დავანებებ რა აქვს თავში, თამაშს, რა გვის თამაშს თავს შეიძლება, მაგრამ გამისწორდეს. ეხლა რამდენჯერ ვთამაშე კი გამისწორდა, მაგრამ აი არა რა ჯერჯერობით ჩემი რა. არა და არა. იცი რა უნდა მეთქვა, რო თქვა რომ ეხლა რამდენიმე ბავშვიო გამიქრაო ხელიდან რა. ანუ მაგათვის ერთი რო შენ ქსიამოვნებს თქვა რომ მაგალითად რაგბის კიდე თამაშობ, მაგრამ მეორე აი რომ მაგათვის რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვიღაცა შენნაირ იყოს, ვინც გამოცდილებას გაუზიარებს რა. ხო არა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეგეც ანუ მარტო შენ მხრიდან კი არა, იმათი მხრიდანაც რო შეხედო, ანუ ვიღაცა ტიპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეხლა პატარა სპორტსმენთან ვის მაგ ხოლმე შეხება. ну ეგეთი ტიპი რო ყავს, ვისგან შეუძლია რომ ადამიანმა ისწავლოს. ყოფილი ძალიან ცოტა ტიპი არის ეგეთი, არა. მაგრამ იმანაც უნდა ასწავლოს. ყველაზე მაგარი რაც არის, მეც ვსწავლობ მაგათგან და ეგ პროცესი არასდროს არ მთავრდება. ეხლა მე რაც არ უნდა რაგბი ვითამაშო, ვიღაც ახალი ბავშვი რომ მოდის, იმისგან შეიძლება მაგარი რაღაცა ვისწავლო. მაგრამ ეხ ჩემი მონაწილეობაც ამ 7 კაცაში მაგიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც მეც თანახმავარ და ესე გადაწყდა რომ მე ვყოფილიყავი კაპიტანი, ეგ არის რომ ჩემი გამოცდილება გაუზიარო პატარა თაობას რა და გუნდი შეიკრას და რაღაცა უფრო სწორი მიმართულებით წავიდეთ და ეს ცოდნა ერთმანეთს გაუზიაროთ რა. ეხლა მე მაგის გამოცდილება უფრო მაქვს ვიდრე სხვებს ვინც იქ არიან, იმის მიუხედავად რომ ვიღაცები 2-3 წელია თამაშობენ უკვე 7 კაცას. და შენ რაც აღნიშნე მაგას აქვს, აი უდიდესი მნიშვნელობა რა. რომ ყველამ რაღაცეები ერთმანეთს გაუზიაროთ, გავიზარდოთ. იმისთვის ეხა ვიღაც ბავშვისთვისაც რომელიც ახალი მოხვედრილია 7 კაცაში, ხო, მაგრა ასწორებს, რომ ვეტერანი მორაგბესოსო მიჩაგრა. მე მწყის ეგ ჩემპიონში ბრაზდები და ჩემპიონში ისა მოტივაცია არის რომ უკეთესი ვიყო ისევ რა ამას აქშიც რა. იმისთვისაც მაგარი ისა მოტივაცია. თან გიხაროდეს რა რაღაც. ხო, კი. ალბათ ის უნდა გაიხსენო ხოლმე შენ რომ მოყევი რომ ძალიან მეგობრულად მიმიღეს და ვიღაც ვარსკვლავი იყო მოვიდა და მიმესა. შენც ეგ ტიპი უნდა იყო რა ეხლა. რომ მიხვალ და მიიღებ რა ტიპს რა. უეჭველი. შენ რომ ეგრე ვიღაცას ასწავლი, ისიც ხო ავტომატურად ეგეთი და შენამდე მოვაიგებს რა, მიიღებს გამოცდილებას და თვითონაც გადაცემს რა. ხო, ეხლა იმის გარდა რომ მესიამოვნებას ვიღებ და კბები ამ სპორტის თამაშით, რაღაცა უფრო მაღალი მიზანიც არის რა, რომ ეს 7 კაცსა განვითარდეს და რაღაც ისტორია დაწეროს 7 კაცამ. ეხლა ჩვენი მიზანი არის ეგ რომ 7 კაცსა წინ წავიდეს და იმ დონეზე რაც არის იმაზე მაღლა ავიდეთ. მაგაში თუ მონაწილეობას მივიღებ, მაგაზე საამაყო და მაგაზე საბედნიერო ადამიანისთვის ისტორიას რო წერს არაფერი არ აქვს. თავისი ქვეყნისთვის თან მით უმეტეს. ხო. დავიდეთ ჩვენ ნენელა ბოლოსკენ.
ნენა შეგვიძლია ხო? შეგვიძლია გავიხსენოთ ისინი, ქვია. ხო, ის რუბრიკა, რაც გვაქვს. შენი რუბრიკა. წინას თომარი რაღაცა. მიკროფონი შორს ხო არ არის? არა. თან ჯუჯულებ დღეს. არა. არა. კარგად არის ლაპარაკი იმდენი ვიბაზე. კაი, პირიქით. პირიქით, ეგ არის მთელი მოხდა. ხო. ძალიან ისეთი არის, ძალიან უცებ გადის რო რასო რო ვიხედები ხომ საათზე, კაროჩე უცებ. უცებ გადის და თან რავი, ხა იმდენი პოდკასტი არის, თან მგონია ხოლმე რომ რაღაცა საათნახევრიანი 2 საათიანი ძალიან ზედმეტია უკვე რა და ნუ რაღაცა 1 საათიანი ჯობია და რაღაცა წყალებით რომ მოусმინო რა. კი. ბევრი მას ეხმარება რა, რაღაცა ხო ვიღებთ ხოლმე და პატარა სპორტსმენებს, ტრენერებს ან ვიღაც ისმენ სად გაიგებენ ხა შეიძლება ბევრს ვერ გაიგონ ისეთი, რასაც სოსო მოყვა დღეს მაგალითად. იმიტომ მოგამეკ ინფორმაციული თან გასართობის თან არა ხო არაოფიციალური. თან არაოფიციალური გართობა არის ჩვენთვის ყველასთვის გართობა არის მომენტ. გამოიწერეთ გვერდინ და გილაიქეთ. იმოძრავით. წინა სტუმრის კითხვა ესე იგი რა იყო ჯერჯი? წინა იყო ერთი საჭმელი. თელი ცხოვრება ერთი საჭმლის ჭამა რო გიწოდეს. რა იქნებოდა ეგ საჭმელი? გულწრფელათო. ხო, არა. სოსისი ჭაჭა. ანუ ეხლა ნახე, კითხვას გიბრუნებთ, კითხვაზე გიბრუნდებით კითხვით. საჭმელში იგულისხმება ერთი ინგრედიენტი თუ აი რაღაც კომბინაციაც შეიძლება. დიში როგორ არის? დიში როგორ არის? კერძი რა. ერთი კერძი. ხო, აი მოგონილ კერძებს არ ვარ. არა, კატლეტი და პიურები ყავს ყველაზე ძალიან. და საიდან გიყვარს კატლეტები? ბავშვობიდან. მეც მაგრამ მევასებოდ ხო გითხრა მაგრამ კერძა თუ ალბათ კიეული რა, კერძა თუ აიღებ თლიან, კიეურს ხო აქ პიურებს. რა თუ ზაქის კატლეტი რაღაც ეგეთი? ისი? არა, ეგენი ნაჭამი მაქვს ზაქის კატლეტი და არ გამისწორდა რა. ცხიმიანი შერეული კატლეტი. ხო, ანუ კიეული. იმით რა ქვია, არაჟნით. თან ნახშირწყალიცა, ისისა რა ქვია, ცილას არის. ცხიმიცა, კი. სალათი, წვანე სალათი და всё. რაღაც ერთი კიტრიც მოუდონ და შავი თუ ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი იყოს. ჭაჭასაც თუ ჭაჭა იქნება შავი. თან ახ კატლეტი და პიურე ჭაჭასაც მოუხდება, ღვინოსაც მოუხდება. კატლეტი პიურე. ასწორი არჩევანი გავაკეთეთ 4-ე. 4-ეს ღვინო მოუხდება კატლეტი პიურე. კი, რატო არ მოუხდება რა. ღვინო რომელი გიყვარს? მამა ჩემი აკეთებს რქაწითელს და საფერავს, ხო და მაგას მართლა? ხო, კახელები ვართ და კახური არა ორივე ყველაზე ეგ არ გამისინჯებს. ტრადიციული ყველაზე ცნობილი კახური ეგაა რა და ალბათ რქაწითელი მიყვარს მაინც ყველაზე ძალიან, მაგრამ ეხლა ამერიკაში ვიყავი 1-2 კვირა და კაი ღვინოები ვშვი რა, კაირის. წინ არის ღვინო. ამერიკული თუ არა, ამერიკა წინ ღვინით, წინ ალბათ რაღაც ასპექტებში არის, მაგრამ ეხლა 8000 წლის წინ საქართველოში დაიწყეს ღვინის კეთება გენაცვალე, ამიტომ იქ ძირითადად ძალიან ბევრი ნარევი ღვინოებია, ხო, უფრო რომ მასას მოეწონოს. ჩვენთან უფრო სპეციფიკური. არა, უფრო კახეთისკენ არის უფრო მძიმე ღვინოები რა და ცოტა რთული მისაღები არის ყველასთვის რა, ვინც არ ხობს. ამ მძიმე ღვინოებს ვერავი ვერ იმაშვება. ვერ ამუღამს, მაგრამ თუ დაამუღამე მე ეგენ. მე სხვა რაღაცების დალევა გიჭერს ხოლმე, მაგრამ ну აი ზაფხულობით უფრო მსუბუქი ღვინოები ასწორებს, რისლინგი არის, კაი, ქართულებიც ქისი, ისინი უფრო მსუბუქი რაც არის, უფრო ევროპული ტექნოლოგიით რაც არის, უფრო ასწორებს და ეს კახური ჭაჭაზე 6 თვე. უფრო ისა ძიმია. კაი, შენ უნდა დაუსვა შემდეგ სტუმარს კითხო, ვინ იქნება და რამე სპორტული თუ ნებისმიერი, რა ვიცი. ნებისმიერი. ძირითადად ეს იყო ყველაზე სპორტული კითხვა მეგონი? ეს. ხო. რასაც ანუ ისეთი კითხვები იყო ძალიან. ხო და რა კითხოს ყველაზე არასპორტული ეს კითხვა იყო თუ რა სპორტულია პირიქით. რა შეჭამდი მთელი ცხოვრება? ეგ იყო სპორტული. მანამდე იყო რაღაცა. ან ჭამაზე მაინც იყო, ხო? როგორ ხედავ შენ თავს 10 წლის მერე იყო, ერთი იყო როგორ ხარ უბრალოდ რაღაცა. უზნობ თავს, ეგეთი კითხვები იყო და ამიტომ ნებისმიერ შეგიძლია დასვა. თუ სპორტსმენი იყო? ხო. რას შეცვლიდა თავის კარიერაში რა, გამლივ კარიერაში. თუ არ იყო? თუ არ იქნება სპორტსმენი, თუ არ იქნება სპორტსმენი, რა სპორტის გაყვებოდა სპორტსმენი რო ყოფილიყო? აი, კითხვა. მაგარი კითხვა. ძალიან კაი კითხვა. შენ რამე ხო არ გაქვს ისეთი სათქმელი, რაც გინდოდა რომ გეთქვა? და არ კითხო. ზოგადად. არა, რა ვიცი. მაქვს ერთი სათქმელი, რომ 29-ში, მაგრამ ეს მერე გამოვა.
კენის მერე გამოვა. მაშინ ვულოცავ მერაბ შარიკაძეს გაზერიერა. ჩვენც ულოცავ. ულოცავთ. მაგარი ჭუბი. იმედია ამოჭრა არ მოგვიწევს. მე დარწმუნებული ვარ რომ არ მოგვიწევს, იმიტომ რომ მაგარი მომზადილია სპორტის სასახლეში. ხო, აი ძველი სპორტის სასახლეში. ძველი სპორტის სასახლეში არის. წესასვლელია, მაგარი საინტერესო იქნება. დარჩა 50 ლარიანი და 200 ლარიანი ბილეთები, ამიტომ მიჩქარე. მარტო 200-იანები არ დარჩეს. ეგ არის. ოკეი, მადლობა. მადლობა თქვენ ძალიან სასიამოვნო იყო.